რამდენად რთული არის, როდესაც უკვე წინასწარ ელექტროობა გაკეთებული არის, რაღაც დეტალები არის გაკეთებული და ამ დროს ერთვება დიზაინერი. ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ნახეთ როგორც წესი ამ ბოლო დროს უკვე არის სულ თეთრი და მწვანე კარკასები. ამ ეტაპზე როცა ერთვები, უკვე გაყვანილი არის ელექტროობა, უკვე კედლები გალესილია. ეხლა არც ერთი სამშენებლო კომპანია თავისთავად რევერსულ განათებებს არ დებს იქ და რაღაცა ზედმეტ იმას არ აკეთებს, აკეთებს მინიმალურად. არიან ესეთი ხალხი, ვისაც აკმაყოფილებს და ერთი განათება სახში ისწვის ნორმალურია, მაგრამ ადამიანი, რომელიც დიზაინერთან მიდის და უნდა დიზაინი, მას უნდა ინდივიდუალური შედეგი მიიღოს, რაღაცა განსხვავებული. თავის საჭიროებებზე მორგებული. ძალიან ბევრი რაღაცა არის გასათვალისწინებელი უკვე ამ ეტაპზე და როცა უკვე გაკეთებულია რაღაც ნაწილი, ყოველთვის რთული არის დამატება, იმიტომ რომ თუნდაც არ იცი რა კაბელია ჩადებული, რა ხარისხის და ასე შემდეგ. თავისთავად ეს ყველაფერი ართულებს პროცესს. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწეროთ კონცეპტორის არხი, გააქტიურეთ ხარისხი ლайკი, რომ მსგავსი რჩევები არ გამოგჩეთ რემონტის და დიზაინის შესახებ.